მოგესალმებით. აი ესეთ ლამაზ ჩანთას მოგხსოვთ ახლა მინდა ნახოთ აბა როგორ გამოგვივა ძალიან ესეთი სიმპათიური და ესეთი ელეგანტური ჩანთა. ამისათვის დაგჭირდება ჩვენ აი ესეთი ძაფი. ეს არის ბობილონ t-shirt yarn, ანუ ესეთი ტრიკოტაჟული ძაფი, mini. ეს არის mini, ანუ მისი ზომა არის 5-დან 7, აი ესეთი ზომა გვაქვს 5-დან 7 მმ. და აქ შესაბამისად ყაისნაღი 5-დან 7-მდე მე გამოვიყენებ აი ესეთ ყაისნაღს, ეს არის 6.5, აი ესეთია, ჩანს ხო? სადაც შუაშია ზუსტად. და ეს არის კარამელ, აქ არ ვიცი თუ აწერია, არ აწერია მე მგონი. ფერი. კარამელის ფერია. თქვენი შეხედულების მიხედვით გამოიყენებთ რა ფერსაც გინდათ. აი ესეთი ორი ნახევარ რკალი ესეთი ნახევარ წრე ესეთი გჭირდება. გადასაკიდებლად ნახეთ, აი მე ჯაჭვი მქონდა, ეს თავისი, ნახეთ, ეს Amazon-ზე შევიძინე. ჯაჭვი თავისი აი ესეთი ჩამკეტებით არის, ხო, რომელსაც აი ამათ გაუკეთებთ მერე და ეს თვითონ ძაფი მე თვითონ გავატარე უკვე. იგივე აი ეს ძაფი რა, რითაც ვაპირებ, რომ ჩანთა მოგხსო. ძალიან უხდება. შეიძლება ამის გარეშეც უბრალოდ ჯაჭვი გაუკეთოთ. ანუ შეგიძლიათ მოგხსოვოთ კიდევაც თუ ესეთ მოიფიქრებთ. მე ვფიქრობ ამ ჩანთას ახლა ჯაჭვი მოუხდება უფრო და მაგნიტური ჩამკეტი ერთი ცალი. ერთი საკმარისი იქნება. აი ეს. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ორი ცალი უნდა მეყოს, აი ორი გორგალი მაქვს და როგორც წესი მე ასე გადავახვევ ხოლმე. ეს ჯერ არ გადამიხვევია, რომ მეჩვენებინა ხო ეს იარლიღით და ეს უკვე გადავახვიე, რომ ცოტა უფრო ფაფუკი ხდება, ერთი დღეს მაქვს ხოლმე გადახვეული და მე ვხმარო. თქვენც გირჩევთ, იმიტომ რომ აქ ძალიან ჩაპრესილია და მოკლედ უფრო მომწონს ესეთი გადახვეული და მე რექსოვა. კარგით. სულ ეს არის, რაც დაგჭირდებათ. ესე იგი, დავიწყებთ ახლა ჩვენ. პირველი, რაც უნდა მოგხსოვთ, ეს იქნება ჯაჭვი და ჯაჭვს მოგხსოვთ. ავიღოთ 39 თავისუფალი თვალი. პირველი იყოს კვანძი, ესე კარგად მოუჭირეთ. აი ესე. და როგორც გითხარით, ესე იგი კვანძი უბრალოდ და ახლა 39 თვალი. 1 2 3 4 აი მოგხსოვე 39 თვალი მაქვს ახლა სულ ჯამში. აი ესე. ახლა ჩვენ გვინდა მოვტრიალდეთ და ესე იგი მოგხსოვთ აი ესე ამ აი ესეთი ჯაჭვის აი ესე გასწრულ მოძრაობით. ესე იგი, ახლა მე შევალ, ნახეთ, რამდენ ახლა მე ვაპირებ ძალიან საინტერესო უზორის გაკეთებას, რომელიც გამოყენებული მაქვს ერთი ჩანთის ქსოვისას. ძალიან ლამაზი ჩანთა იყო და ამ ჩანთისას მოგხსოვისასაც გამოვიყენებ, უბრალოდ აბა დააკვირდით, ახლა ეს ცოტა განსხვავებული სტილის იქნება. ესე იგი, შევდივართ აი ამ ბოლო თვალიდან, აი აქ არა, როგორც წესი, აქ შევდივართ ხოლმე, ხო? ყაისნაღის, ესე იგი, პირველ მეორე თვალში. ახლა მესამეში შევალთ, აი ეს. და თან ვაკეთებთ თვალს თითქოს ნახევრად ნამატით, ანუ გადავდე ხო ყაისნაღზე ძაფი, მაგრამ თლათ ნახევრად ნამატით არ იქნება, ახლა ნახოთ. ესე იგი, აქ ამას ტოვებთ, ამასაც ტოვებთ და აი მესამეში, აი ამ ერთ კედელში შედიხართ და ნახეთ, ეხლა წესი და ესე გამოყავს ხოლმე, ხო, როცა ნახევრად ნამატით არის. ეხლა ამის ნაცვლად, აი ეს ბოლო რაც გამოვიტანე, აი აქ გავაძვრენთ. აი ესე, მე მგონი მიხვდით ეხლა რომ ჩანთას ქონდა ესეთი უზორი. და თუ გინდათ რომ ლამაზი ხაზები დაგიჯდეთ, ნახეთ, ყოველთვის აი ესე გადადეთ. აი ეს თქვენი ჩაღრმავებული ესეთი ადგილი, აი აქ ესე მოხდეს, ხო? კარგად. ეხლა შემდეგი, ხო, შემდეგი თვალი. აი აქ. ყოველ თვალში თითო ჯერ შეხვალთ, აი ესე და გამოიტანთ, აი ესე. კიდევ. აქ აი ესე იგი ვეცადოთ, აი ესე გადავდოთ,
მომდევნო თვალშიც. აი ესე გაყევით. ეს პირველი რიგი იქნება თქვენთვის. ესე გავედი უკვე რიგის ბოლოში. ეხლა თქვენ თუ გადათვლით ამ აქტლებს, ამ რიგში უნდა გქონდეთ 37 თვალი, იმიტომ რომ თავიდან გქონდა 39, ერთი იყო ბიჯის და კიდევ ერთი გამოვტოვეთ თუ გახსოვთ, ხო? ამიტომ ამ უკვე მეორე რიგს თუ დავარქმევთ, ხომ? აი ჯაჭვის შემდეგ ამ რიგში თქვენ გექნებათ 37 თვალი. შემდეგ, ეხლა გადავდივართ შემდეგ რიგზე. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის და მოვტრიალდით. აქაც იგივე წესით, აი ესეთი ყაის ნახზე ძაფი უნდა გადადოთ და შედიხართ ორივე კედელში, ხო? აი პირველივე თვალში. აქ უკვე აი ესე გაგრძელდება ნაკსოვი, იგივე თვლები. აი იგივე ტიპის თვლები. ისე ეცადეთ ისევ რომ აი ესე გადადოთ, აი ეს დახვეული მოხდეს შიგნით და ორივე კედელში შედიხართ. აი ესე. აი ესე. ასეთი ტიპის ნაკსოვი, ხედავთ ეს ხლა უკანა მხარეს აი ესეთი ლამაზი узორი გიჯდებათ. აქეთ ახლა ნახეთ, აი პირველი. ეს შეგიძლიათ მერე გაასწოროთ კიდევ ეს ხაზები, რაც მიიღება. მერე აარჩევთ, რომელი წაღმა მხარეთ გინდათ, რომელი ჩანთის შიგა მხარეთ და ეს გირჩევთ, რომ მაინც გზადაგზა თან გაასწოროთ ეს ხაზები. ახლა გაჩვენებთ რამოდენიმეს მოგხსოვთ თვალს. აი ესე, სულ ერთი და იგივე წესით ვგსოვთ ჯერჯერობით. ანუ ეხლა იქნება ეს ესეთი მართკუთხედი უნდა მოგხსოვთ. ნახეთ, აი უკანა მხარი, ეს შეგიძლიათ ამოატრიალოთ, აი ესე. აი ეს ლამაზად უნდა დაგიჯდეთ ეს დახვეული ისენი შიგნით უნდა მოხდეს. აი ესე. აი ესე. აქეთაც ნახეთ, აი ესე ლამაზად სასურველია რომ ეს არ მოხდეს, აი ესეთი დახვეული ადგილი ზემოდან. კარგით, ესე გააგრძელეთ ახლა და მე ხა რომ გითხრათ ჯერჯერობით აი ესე ვგსოვოთ რიგების მიხედვით და იმის მიხედვით თქვენ როგორი ესე იგი სიგრძე სიგანე გინდათ, საბოლოოდ ჩვენ ეს უნდა ნახეთ რა უნდა გავაკეთოთ. აი აქ რაც მოიქსოვა, ხო? ეს არის ჩანთის სიგრძე, ესე უბრალოდ ნახოთ სიმაღლე. ეს სიმაღლე იქნება ოღონდ გაორკეცებული, ნახეთ, აი ესე უნდა მოვხაროთ საბოლოო ჯამში. აი ასე. და გაითვალისწინეთ, რომ ძირზე იქნება აი ესეთი ფორმა, მიახლოებით სამკუთხედის ფორმა. აქ გვერდზე უნდა ჩაუდგათ ის კიდევ და აი ესე, ესეთი ფორმა გვექნება. და თავზე კიდე უნდა აი ესეთი ნაკსოვი გაუკეთოთ, ყელი ესეთი საყელოსავით და აი იმის მიხედვით ნახეთ, როცა მოიქსოვება, თქვენ შეგიძლიათ ცოტა მოდიფიკაცია გააკეთოთ, ან მაინდამაინც ესეთი ფორმა არ გააკეთოთ, როგორც მე მაქვს, ხო? მაგრამ აი აქ თავისუფალი ისაკ აქვთ არჩევანი, ეს რამდენი რიგი უნდა მოიქსოვოს. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ აი აქ სადაც 4-5 თვალი, აი აქ ძირზე იქნება აი ესე, აი ესე. სიმაღლე ხედავთ როგორია. და აი აქ უკვე თქვენ თვითონ არეგულირებთ, რამდენი რიგიც გინდათ ისეთი ჩანთის სიგრძე გამოგივათ, ხო? ეს როგორც გითხარით, ეხლა 39 თვალი რო გავაკეთეთ და მეორე რიგში უკვე 37 დაგჭათ. ეს არის გაორკეცებული მიახლოებით, ესეც ზუსტი არ იქნება, იმიტომ რომ ძირზეც მიდის, ხო, რაღაც თვლების რაოდენობა. აი დაახლოებით ჩანთის სიმაღლეს მოგცემთ, აი ესე. აი ესე. კარგი, და ესეთი პრინციპში აი ეს узორი არ არის ძნელი, მე მგონი, აი ესე მიყევით, გსოვეთ სასურველი რაოდენობა რიგების. ორ კედელში შედიხართ, არ დაგავიწყდეთ. და მოტრიალებისას ბიჯისთვის ერთი თავისუფალი თვალი ყოველთვის მოგსოვეთ ხოლმე. და ეს როგორც გითხარით, აი ეს გადადეთ შიგნით. აი ესე. აი ესე მოგსოვეთ. აი ჩემი ნაკსოვი ასე გამოიყურება, ნახეთ. ზომებს გეტყვით მაინც. ეხლა გვაქვს ჩვენ
აი ესეთი სიგრძით ეს არის 45 სანტიმეტრი და სიგანე გვაქვს 24. აი 24 სანტიმეტრი. ეს ჯერჯერობით მე კიდევ როცა მოვხსოთ, ეს ჩანთის ზომები ცოტა ოდნავ შეიცვლება. საყელოსავით ისე უნდა გავუკეთოთ. მაგრამ ეხლა ჯერ ეს გვაქვს. ეხლა გეტყვით რიგებს, ხო? აქ რიგების მიხედვით 28 რიგი გამოდის, იმიტომ რომ ნახეთ, აქ თუ გადათვლით ეხლა, ოღონდ აი ეს შეხედეთ კარგად, იმიტომ რომ მეორე მხარეს ცოტა ეს უზორები, აი დასაწყისი ნახეთ, აქ ცოტა სხვანაირად არის. თითქოს ეს წაღმა მხარია, მაგრამ მე ეს მხარი ავიღე წაღმად, იმიტომ რომ ანუ გარეთა მხარე ჩანთის. იმიტომ რომ აი ეს კიდეები ერთნაირად უნდა იყოს მიახლოვებით. აქ ახლა თითქოს უფრო აი ეს ადგილი ბრტყელია, უფრო მეტად ვიდრე აი ეს ადგილი. ამიტომ მირჩენია აი ეს მხარე გამოვიყენო. ახლა გეტყვით მოკლედ. აქ ესე ზოლებით თუ გადათვლით, აი ეს თითო ზოლია ესეთი ამობურცული ზოლი გაქვთ ესეთი, შეესაბამება 2 რიგს. ჯამში გაქვთ ახლა ესეთი თქვენც შეგიძლიათ გადათვალოთ, არის 14 ესეთი ამობურცული ზოლი. აი ეს. ანუ 2-ზე გაამრავლებთ 28 გაქვთ. ესე იგი, აქედან არის დასაწყისი, აქ გავჩერდი. და აი ამ მხარეს უყურებ, ეს იქნება ჩემი წაღმა მხარე. ანუ ეხლა რო მოვკეცოთ ჩანთა ორად, აი ესე მექნება. აი ესე. ეხლა აქ გვერდითი ნაწილის მოქსოვას ვაპირებ მე. ეხლა ხვდებით, აი ესე მოვედი ბოლოს, აი ეს რიგი, აი ესე მოვედი და აქ ეხლა ერთი თავისუფალი თვალი მინდა ბიჯისთვის, ხო, ჯერ არ მომიქსოვია. აი ეს ერთი თავისუფალი თვალი და მოვტრიალდით. აი ეს იქნება ახლა ჩვენი გვერდითი ნაწილი და აქ მე მინდა რომ ცოტა ესეთი სამკუთხა ფორმა მივცეთ ჩანთას. ამისთვის მოვხსოვთ ესეთნაირად. ეხლა წესი თქვენ აქ უნდა გქონდეთ 27 თვალი, ხო? აბა მოდით გადავთვალოთ თან. ეხლა პირველი თვალი არ ითვლება ეს როგორც ბიჯის მოხსოვე, ხო? აი მომდევნო 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 1 2 3 4 5 6 7 27 თვალი გვაქვს. ეხლა ეს 27 თვალი ჩვენ უნდა გავანაწილოთ ისე რომ სიმეტრიულად დაგვიჯდეს ყველაფერი. 27 თვალი. ესე იგი, აქ გარკვეული თვლები უნდა მოვხსოვოთ ჩვენ დაწოლილი თვლები, ანუ შემაერთებელი თვლები, შემდეგ გვექნება თვლები ნამატის გარეშე, შემდეგ იქნება ანუ ეს რომ მოტეხვის ადგილი გავაკეთოთ, ნახეთ, ხვდებით რომ აი რამოდენიმე თვალი ერთად უნდა მოვხსოვოთ. აქაც აი ამ მეორე კუთხეშიც. აქ იქნება დატოვებული. აქ გექნება თქვენ კენტი რაოდენობა თვლების, იმიტომ რომ აქ ლუწად თანაბრად ხო სიმეტრიისთვის უნდა გავანაწილოთ. ესე იგი 27 თვალი გვაქვს. ესე იგი აქ გავაკეთოთ. უკანა კედელში შევედივარ. ეს იყო ბიჯის თვალი, ხო? და მომდევნო თვალში და უკანა კედლებში შევდივარ სულ. და დაწოლილი თვალი 1 აქ მოვხსოვ მე 6 თვალს ასეც დაწოლილს. ეს 1 მოვხსოვე. 2 3 4 5 6 ეხლა მოვხსოვთ თვლებს ნამატის გარეშე ისე უკანა კედელში შესვლით და აქ მოვხსოვთ 7 თვალი 6 7 ხო ესე იგი 1 ხედავთ თვალი ნამატის გარეშე 2 უკანა კედელში შევდივარ 3 4 5 6 და 7 აი ასე ეხლა ჩვენ გვინდა მოტეხვა ეხლა ხვდებით აქ თუ 6 ქონდა და აქეთ 7 ჯამში გვაქვს 13 თვალი აქეთაც იგივე წესით უნდა გააკეთოთ ზუსტად 13 თვალი ეხლა იმისთვის რომ აქ ზუსტად მოხვდეთ ხო ეს გაითვალისწინეთ ჯამში გაქვთ 37 თვალი
აქ თუ 13 მაქვს, აქეთაც 13, ეს 26 იქნება და ძირისთვის გრჩებათ 11, ხო? 11 თვალი. 11 თვალი გრჩება ძირისთვის. ეხლა ამას ვითვალისწინებ. ეხლა მე უნდა გავაკეთო აქ ესე იგი მოკლება, ხო 3 თვალიდან 1 ამოვიყვან. 1 2 3. უკანა კედლებში შევედი სულ და გამოიტანეთ ერთად. ეს ერთი მოტეხვა. აქეთ კიდე მეორე მოტეხვა, ესეთი უნდა კუთხის ფორმირებისთვის გვჭირდება. ეხლა აქ ჯამში თქვენ გექნებათ 13 და კიდევ 3, 16 თვალი. აქეთაც იგივე გექნებათ. ხო? 13 და პლუს 3 16. ეს ჯამში 32 და 37-მდე, ანუ ძირზე გრჩებათ 5 თვალი, ხო? ისე გამოდის. 32 და 37-მდე. 5 თვალი გრჩებათ. აქ იქნება თვლები ნამატის გარეშე, ხო? ჩვეულებრივ ცოტა ისეთი მაღალი თვლები. 1 2 3 4 და 5. აი ეს თქვენი ძირი. აი ესეთი სისქის ძირი გამოგივათ. ეხლა მოტეხვა ისევ, აი როგორც აქ გავაკეთე, ხო? ისე უკანა კედელში შესვლით 1 მომდევნოში, მეორე მომდევნოში, მესამე, 3 თვალი ერთად. აი ეს, აი ესეც, ნახეთ, სიმეტრიულად გამოგივათ. ეხლა აქ გახსოვთ ამ ტეხვის წინ როგორც ქონდა, აქ ტეხვის შემდეგ იქნება იგივე როგორც აი აქ. ესე იგი ქონდა 7 თვალი ნამატის გარეშე. 1 2 3 4 5 6 და 7. და შემდეგ იყო 6 თვალი. აბა გადავთვალოთ 1 2 3 4 5 6 კი. იმიტომ რომ ეს წინასწარ გავეანგარიშე და ხა დაწოლილი თვლების შემაერთებელი. 1 2 3 4 5 და 6. აი ეს. ერთი თავისუფალი თვალი ბიჭის და მოტრიალდით. ცოტა კიდე უნდა მოგხსოვოთ, აი ესე რომ შეერთოთ მიახლოებით, აი ნახეთ რა ლამაზად ჩდება. ხედავთ, აი ესე უნდა გამოგივიდეთ. მეორე მხარეზეც იგივე უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა. ესე იგი, ახლა შემდეგი, აქეთაც კიდევ ერთხელ აქ გავყვებით ახლა ჩვენ, მოგხსოვთ ისევ 6 დაწოლილ თვალს, შემაერთებელ თვალს. ეს ბიჯის არის ბოლო თვალი, ამიტომ აი აქ ისე უკანა კედელში შედიხართ. 1 2 3 4 5 6. ეს დაწოლილი თვლები. ეხლა ისევ გვექნება, მოდით ნახოთ, აქ უნდა იყოს ისევ 7 თვალი 1 2 3. ან როგორც წინა გამოვლაზე გავაკეთეთ 1 2 3 4 5 6 7. 7 თვალი უნდა გქონდეთ თვლები ნამატის გარეშე, ესე უნდა გააკეთოთ. აი ესე, მომდევნოში თვლები ნამატის გარეშე. 1 უკანა კედელში სულ აი ესე შედიხართ. 2 3 4 5 6 და 7. აი ესე. კარგით. ეხლა აქ ჩვენ გვჭირდება მოკლება. ხო? ისევ მოკლების დროა. ესე იგი, აი აქ გავანახეთ. 1 2 3. 3 თვალი უნდა მოვაკლოთ. 1 2 3 და ერთად გამოყავს. შემდეგ, ეხლა აქ გავითვალისწინოთ, აქეთაც იგივე წესით უნდა გავაკეთოთ. აი აქ თუ გაქვთ თქვენ აი აქ იყო ერთად, ხო? აქედან შეგიძლიათ გადათვალოთ.
ნიშნულებით უფრო უკეთესია, მაგრამ მოდით 2, 4, 6 იქნება დაწოლილი, 2, 4, 6, 7 იქნება თვალი ნამატის გარეშე და აი აქ იქნებათ 1, 2, 3 ეს ერთად. და გრჩება თქვენ ნახეთ ერთი თვალი. აი მხოლოდ ეს ერთი თვალი გრჩებათ ახლა ფუძეზე. და ესეც გავაკეთებთ. აი ესე თვალი ნამატის გარეშე მხოლოდ ერთი თვალი. შემდეგ ისევ მოკლება, ანუ 1, 2, 3 ეს ყველა გამოყავთ ერთად. აი ესე. და შემდეგ ვაგრძელებთ თვლები ნამატის გარეშე 7 თვალი გაქვთ, ხო, როგორც მეორე მხარეს. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე. შემდეგ გაქვთ უკვე 6 თვალი, ნახეთ, 1, 2, 3, 4, 5 და 6. აქ უკვე შემართებელი თვლები. 1, 2, 3, 4, 5, უკანა კედელში, სულ უკანა კედელში უნდა შეხვიდეთ. და აი მე-6 ნახეთ, ეს გამოარჩიეთ, კარგად თუ გიჭერთ გარჩევა ხოლმე, პირველ თვალზე გააკეთეთ ნიშნული და მაშინ და ბოლო თვალზე და აღარ გაგიჭირდებათ ეს პოვნა. აი ესეც მე-6 დაწოლილი თვალი. აი ესეთია ნახეთ. ნელა უახლოვდებით ახლა დასასრულს. აქ შეგიძლიათ აი ესევე ჩავკეტოთ, ნახეთ. ეხლა თქვენ სისქეზე აი გააჩნიათ. თუ კიდე მოგსოვთ, ცოტა ესენი დაშორდებიან ერთმანეთს. ხვდებით, ხო? აი ეს. თუ გინდათ, ეხლა მე ვფიქრობ, რომ უკვე დავამთავრო, იმიტომ რომ არ მინდა ძალიან განიერი ჩანთა, ესე კოლოფივით არ მინდა ძალიან რომ იყოს და ნახეთ, აი ესეთი მეგონი კარგი ზომაა. კი. კარგით. მე აქ უკვე დავამთავრებ. ეხლა აქ უნდა მე მოვუჭრა ძაფი და ამ იგივე ძაფით აი აქ უბრალოდ გავატარებ. ეხლა ნახეთ, მოვუჭრათ ცოტა გრძელი ძაფი, ნახეთ. აი რა სიგრძეც გინდათ, რომ ეს დახობთ ორჯერ მეტი რომ იყოს. აი ესე მოვუჭრე. სამწუხარო არ მიყვარს ჭრა ხოლმე, მაგრამ მოითხოვს. აი ეს ეხლა მოდით აქ ხო ვიყავით, მოდით აქ ერთ კვანძს გავაკეთებ აი ესე. ეს იყო ბოლო თვალი, ხო შემართებელი, ერთ თავისუფალ თვალს ამოვიყვან. აი ესე. და აქ მინდა მე ეხლა ესეთი ყუნწიანი, მსხვილ-ყუნწიანი აი ესეთი ნემსი გინდათ და ეს უნდა გავატაროთ როგორმე. აქ ადვილად გადის ხოლმე წესით. შეგიძლიათ ეს ნაჭერი გახსნათ, მაშინ უფრო კიდე უფრო ადვილად გაივლის. თუმცა ისედაც გადის ხოლმე. აი ესე. ეხლა უნდა მივაკეროთ. აი ხა ჩვენ გვინდა ეს პირი პირზე რომ მიედოს, მაქსიმალურად იყოს სიფრთხე შენარჩუნებული და ამისათვის გვინდა აი ამ ნაპირა ნახეთ, აი ამ ნაწლავს რო უყურებთ, აი ამაში შესვლა, აი აქ. აქეთ მხარეზეც, აი აქ ზედა კედლებში, ხო? აი ეს. ოღონდ ეხლა მე ზემოდან ქვემოთ ჩავალ ჯერ, ნახეთ, აი აქ. აი აქ. ჩავედი. აი ესე. და გამოვალ. ნახეთ, საიდან გამოვალ. უკვე მეორე თვალი, მომდევნო თვალი, ოღონდ აი ხო ხედავთ, ორი კედელია. მხოლოდ აი ამ კედელზე. გარეთ, ანუ თქვენსკენ რომელი კედლებიცაა, იმ კედლებში გაატარეთ ხოლმე. ეხლა შემდეგი თვალი აი ეს არის და ამის აი ეს კედელი ზუსტად. შეგიძლიათ პარალელურადაც ეხლა უბრალოდ ჩემთვის აი ეს ნახეთ, აი ეს. ესე უფრო კარგად ჩანს ხო მგონი. ვთქვათ, ჩანთა მიკავია, მეგონი ორიენტირება არა საქსოვად მიჯერს. აი ესე მირჩევნია რომ დავიკავო. ესე აი აქ იყავით უკვე, აი ეს იქნება და აქეთ აი ეს ნახეთ, ნაწნავი იქით რჩება, იქ ერთი კედელი რჩება. აი ესე ჩადით ბოლომდე. მოჭიმეთ, ჯობია მოჭიმულად გააკეთოთ. შემდეგია აი ეს კედელი. აქეთ ნახეთ, აი ეს. ხო, ნაწნავი თითქოს ერთმანეთს უყურებს ეს ნაწნავისებური ნაკსოვი. აქეთ.
ესე ბოლომდე ჩავკერო. ძალიან ლამაზად ჯდება, სხვადასხვა შეუმჩნეველია ძალიან. ეხლა მეორე მხარეს ასევე გაჩვენებთ უბრალოდ დასაწყის და იგივე ზუსტად იგივე წესით გააკეთებთ, როგორც ეს მხარე გვერდი გავაკეთე. პროთ გეტყვით, საიდან დაიწყოთ, ხო? რომელი კუთხიდან. აი ეს, კარგად ჯდება საკმაოდ. ესე გამოვატაროთ და ესე კიდე არც ერთი თვალი არ გამოგრჩეთა. ეხლა მე ცოტა სწრაფად გავდივარ, იმიტომ რომ გრძნობს ად არის ეს თვლები. აი ეს და ეს თვალი და კიდევ მინდა ცენტრალური თვალი იყო, ხო, ერთი იქაც მინდა რომ შევიდე. აი ეს არის მე მგონი. აი ესე ჩავალ და უკვე ეს შიგნით დაიმალება, რა თქმა უნდა. აი კვანძი არის სასურველი ძალიან. აი ესე. აი ესეთია. აქ მე ხლა ვაპირებ რომ ეს აი ესე ბოლოს ესე ჩავკეტო. ხო ხდებით? ანუ ესე კი არ დარჩება სიგანე, ანუ ცოტა ჩაიღუნება და აი ესე. ეხლა მეორე მხარეს იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც აქეთ მხარეს, ხო, ჩავკეროთ, ოღონდ მოგსოთ ჯერ მერე ჩავკეროთ. ოღონდ ეხლა აქ გეტყვით მე რომ აქ თავიდან ჩვენ რო დავიწყეთ, ეს არის როგორც გახსოვთ, აი ნახეთ, ჯაჭვი რომ იყო. 39 თვალი იყო, მე მოტრიალების ერთი თვალი და კიდევ ერთი თვალი გამოვტოვეთ და წესით ნახეთ, აი აქ არის მოტრიალება, აქედან დასაწყისია, ხო, ძაფის ბოლო აქ ეს იყო ჯაჭვი და აქ იყო მოტრიალება პირველი. აი აქ ეხლა ნახეთ, აი ეს არის უკვე 38 თვალი, ამიტომ აი ესე თუ გადათვლით. ხო, ამიტომ ჩვენ გახსოვთ, აქეთ ხარეს 37 თვალისთვის გავთვალეთ ეს რაც გავაკეთეთ, ხო, მიკერების ისა. ამიტომ აქ ჩვენ 38 გვაქვს და ეს კუთხეა მაინც და ეხლა ფიქრობდი რომ ეს არ ჩაგვეთვალა, მაგრამ საკმაოდ ისეთი ამაღლებული ადგილი რჩება და არა უშავს იყოს. ესე იგი, აი ესე დავიწყებთ, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ აქ ჩვენ გვაქვს 38 თვალი, ანუ 1 ზედმეტი და აქ გახსოვთ 5 თვალს რო ვაკეთებთ, ეხლა ვფიქრობ, რომ ამის ხარჯზე გავაკეთოთ, ცოტა გავაფართოვებ 1 თვალით და აქ იგივე პროპორციით იქნება ის, რაც თავიდან გავაკეთე მეორე მხარისთვის. აი ესე ავიღებთ ისევ ამ ჩვენ ძაბს. ეხლა აქ საინტერესოა რომ ნახეთ, გახსოვთ იქ უკანა კედლებში შევდიოდით და მოდით აქაც ესე გავაკეთოთ. აი ეს ავიღოთ როგორც უკანა კედელია ესე. აქ ისეთი ჩვეულებრივი თვლები არ გაქვთ, ხო? ჯაჭვისებური თვალი ცოტა სხვანაირი იყო თავიდან რაც გსოვეთ. აი ესე. აი ნახეთ, აი კუთხე, უნდა თვალით, სადაც უწევს კუთხე, აი იქ შედით მაინც, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად იყოს გადასვლა მერე. აი ესე. ესე იგი, ეხლა ის იქნება პირველი თვალი და ერთი თავისუფალი თვალი, აი ესე, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება როგორც შემაერთებელი თვალი. ეხლა ხო თავიდან ესე ვიწყებთ ხოლმე და მოდით აქ ნიშნულს გავაკეთებ, რომ გვახსოვდეს, რომ ესეც უნდა მოგსოვოთ, როცა უკან წამოვალთ. უკან რიგში ესე ხო გამოყვებით. ესე იგი, აქ იყო, გახსოვთ, აქეთ მხარეს როგორც გავაკეთეთ 6 შემაერთებელი თვალი. ეს ერთი იყო, ეს ერთი ხო, პირველი. ეხლა თან ძაფის ბოლოს ვეცდები ჩავაყოლო ნაკსოვში. მეორე, აი ეს დაბალი თვლები. ეხლა ნახეთ, აი აქ მესამე მომდევნო მეოთხე და ეხლა მე გვინდა ძაფის ბოლოს აღარ უნდა ჩაყოლება. მეხუთე და მეექვსე, 6 თვალი ქონდა. შემდეგ იყო გახსოვთ 7 თვალი ნამატის გარეშე. ცოტა მაღალი თვლებია, ხო? 2 3 4 5 ერთ კედელში შევდივართ, როგორც თითქოს უკანა კედელში, ხო, როგორც მეორე მხარეს. ეს 6 და კიდევ 1 7. აი ესე. 7 მოგსოვეთ, ხო, მოდით გადავთვალოთ კიდევ
1 2 3 4 5 6 ეს იყო შემართებელი თვლები, შემდეგ 1 2 3 4 5 6 7 ეს არის თვლები ნამატის გარეშე. ეხლა იყო გახსოვთ მოკლება, ანუ 3 თვალიდან 1 ამოყავდა. 1 2 3 ანუ ამას ისე ვაკეთებ როგორც მეორე მხარეს. აი ეხლა აქ გქონდათ თქვენ 5 თვალი. აი ეს 5 თვალი ეხლა ცოტა მეტი თვლები გვაქვს იმის გამო რომ ჯამში გვაქვს 38. ამიტომ აქ გავაკეთებ 6 თვალს მოგხსოვთ. აი ესე. თვლები ნამატის გარეშე. 1 მეორე მესამე მეოთხე მეხუთე და მეექვსე. თუმცა შეიძლებოდა ორი თვალი ერთად მოგხსოვა, ორი ერთად უფრო ანუ ძალიან განსხვავებულათაც რომ არ იყოს, მოდით შევხედოთ. მაინც დიდი ეს სქელი ძაფია და დიდი თვლები გამოდის. აი ეს 6. 1 2 3 4 5 6. კარგით იყოს ესე. იყოს 6 თვალი. და აქეთ გავაკეთებთ ისევ მოკლებას 1 2 3 ეს უნდა ამოვიყვანოთ ერთად. აი ეს ნახეთ. იმედია რომ ძალიან განსხვავებული ისეთი არ იქნება მაინდა-მაინც. კარგით. ესე იგი მე ხა ფიქრობ რომ ჯობდა რომ თავიდან რო გავაკეთეთ ჯაჭვი ხო? მოტრიალებისას მხოლოდ ერთი ანუ აი ეს ნაღიდან უკვე მომდევნოში შესულიყავი და არ გამომეტოვებინა საერთოდ თვალი, იმიტომ რომ არა, ესე ფიქრობ, რომ ძალიან დიდი ის სხვაობა მისცა მე სიმაღლეში. ეხლა 7 თვალი ნამატის გარეშე, ხო, როგორც აი ეს მოპირდაპირი, აი აქ იყო 7, მე 6 შემართებელი. 2 ისევ ერთ კედელში შედიხართ ერთ ძაფში, ხო? 3 მოგხსოვე, ხო? 4 5 6 და 7. ეხლა აქ ზუსტად უნდა გქონდეთ 6, ნახეთ. 1 2 3 4 5 და 6. აი ეს. და ეხლა შემართებელი თვლები. რო ისეთი დაბალი თვლები. და კიდევ ერთი. აი ეს კედელი. აი ეს. აი ესე გაქვთ. ეხლა ზუსტად იგივე წესით, ოღონდ ეხლა გაითვალისწინეთ რომ აქ თქვენ გაქვთ 6 თვალი და როცა მოაკლებთ აი ეხლა წამოსვლაზე, აქ დაგრჩებათ 2 თვალი. იქ მაშინ 1 თვალი დაგვრჩა. ეხლა მე ვაპირებ უკვე აი ბოლო აი ესეთი რიგი შემოვყვე ესეთი საყელოსავით, ესეთი ძალიან ერთი რიგი იქნება, უბრალოდ აი ამ რკინის სამაგრებს თან ჩავამაგრებთ და აქ ახლა ვფიქრობ, რომ აი აქედან დავიწყებ მე. აი ესე წავყვებით, შემდეგ დავამაგრებთ სამაგრს, წამოვალთ აქეთ გარშემო და აქაც დავამაგრებთ სამაგრს. აქ ახლა გირჩევთ რომ შეხვიდეთ ცოტა აი ეს ორ კედელში მაინც, ხო? აი ესე. და გსოთ ახლა ჩვენ თვლებს ნამატის გარეშე. ერთი თვალი, თავისუფალი თვალი და იგივე თვალში ამოვიყვან, თან ძაფის ბოლოს ჩავაყოლებ, ხო? აი ესე. თვალი ნამატის გარეშე. ეხლა აქ თქვენ ნახეთ, გრძელი თვლები გაქვთ ესეთი გაწელილი და კიდევ აი პატარა თვლები. ორივეში უნდა შეხვიდეთ, იმიტომ რომ თითო რიგს უნდა შეუსაბამოთ, აი აქ თითო თვალი. ეს გაწელილი თვალი შეესაბამება ორ რიგს, თუ მარტო ამათში შეხვალთ, ანუ მათ შორისაც უნდა შეხვიდეთ. აი ეს თვლები ნამატის გარეშე. ეხლა ნახეთ, ამ გაწელილ თვალში ვიყავი, ეხლა აი აქ ნახეთ. პატარა თვალია ესეთი. აქაც შედით, თორე მოიჭიმება ეს თქვენი ნაკსოვი. აი ეს. შემდეგ აი ამ თვალში, ერთ კედელში შევდევარ, ხა შეიძლება ითქვას, მაგრამ არა უშავს. აქ ნახეთ. აი აქ.
მოჭიმეთ. ეს ყელი საკმაოდ ისეთია, კარგია თუ მკვრივი გექნებათ, რომ უფრო დაიკავებს კარგად ჩანთა თავს. აი ეს ხედავთ ხო, როგორ შევდივარ. აი ესეთი თვლები ნამატის გარეშე. ხა ის გაწელილ თვალში, ესე. აი ესე გაყევით, სანამ არ მივალთ ახლა იქ მიმაგრების ადგილას, ხო? ესე მოგსოვეთ. აი მოუახლოვდი უკვე აი ამ ბოლოს, ნახეთ, აი ესე მჭიდროდ, ეცადით მჭიდროდ მოგსოვოთ ეს კიდე. ეხლა ნახეთ, აი აქ მოვედი, ნახეთ, აი ამ ზოლებს თუ დააკვირდებით, კიდევ ერთი ზოლი აქ, მაგრამ აქ უკვე მინდა რომ მე რკინის ეს სამაგრით ჩავამაგრო და ამიტომ რომ ეს უნდა ჩაიკეცოს, ხო? ცოტა გაკვეული რაოდენობა თვლების მინდა რომ შიგნით შევიდეს. აი ჯერ სამაგრში შეხვალთ და შემდეგ ნახეთ აი ამ ზოლის თავზე, ოღონდ აი ორ კედელში შედით, ხო? აი ესე. გამოიტანეთ და თვალი ნამატის გარეშე. ეს ერთი. კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ, ხო? ეხლა ნახეთ, ამას ტოვებთ ყველას. აი აქეთ გადმოდიხართ. ნუ აქაც ეხლა ნახეთ, აქ გაწელილი თვალი აქ არ გირჩევთ შესვლას. ჯობია ცოტა აი აქეთ მის წინ, ოღონდ აქაც თითქოს ერთი ესეთი ძაფი ერთ ძაფში არ შეხვიდეთ. ესე იგი, აი რაღაც აქ. ოღონდ ჯერ აი ამ რკინის ნაწილში, შემდეგ აი აქ გამოიტანეთ ძაფი და თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ხა ნახეთ, აი ესე ხო არის, აი როგორ ჩაჭდება. აი ესე იქნება თქვენი სამაგრი. ეხლა უკვე აი აქ შეგიძლიათ ისევ გააგრძელოთ, ჭიდროთ, როგორც გსოვდით. აი ეხლა აი აქ. აქეთ მხარეს ცოტა სხვანაირად არის ეს თვლების ისა სახე, ხო, მაგრამ მიხვდებით ეს გრძელი თვალი. შემდეგ ცოტა პატარა თვალია, აი აქ. აი ეს არ გამოტოვოთ, ხო? ყველაში შედით. მეორე მხარეზეც იგივე წესით დავამაგრებთ რკინის სამაგრს. მივახლოვდი მეორე მხარე, სადაც ასევე გვჭირდება სამაგრის მიქსოვა. ეხლა დამავიწყდა მე თქვა, რომ მე უფრო და პატარა ყაის ნახზე გადავედი 5 მილიმეტრია ესეთი ზომის, იმისთვის რომ უფრო მჭიდროდ გამოსლოდა ნაკსოვი. კარგით, ესე იგი, ეხლა უკვე აი ნახეთ, ბოლო ზოლი რო დაგვრჩა, აი ეს ბოლო ზოლი, ხო? აქ უკვე უნდა ვამაგროთ ეს ჩვენი რკინის სამაგრი. ესე იგი, ჯერ შედიხართ რკინის სამაგრში და შემდეგ სასურველია ორ კედელში. აი ესე. გამოიტანეთ და თვალი ნამატის გარეშე. და შემდეგი თვალი არის, ესე იგი, შევდივართ ისევ რკინის სამაგრში და აი ფაქტობრივად ეს იყო ჩვენი პირველი თვალი. აი ეს, საიდანაც დავიწყეთ, ხო? აქედან ამოიყვანთ და თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. აი ეს თუ გინდათ რომ ლამაზად დაგიჯდეთ, ესე გააკეთეთ. ეხლა ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ შემოვყვები შემართებელი თვლებით და უფრო ლამაზ კიდეს მივიღებთ და გამყარებს კიდეც. აი ესეც ლამაზია პრინციპში, მაგრამ მე გირჩევთ რომ კიდევ ერთხელ შემოყვეთ. ეხლა თუ გინდათ რომ ეს შეუმჩნეველი იყოს გადასვლა, ხო? აი აქ მოდით უკან გავიტან ამ ძაფს, უბრალოდ თვალს, აი ესე. აქ ამოვიყვან ერთ თავისუფალ თვალს. და ეხლა დავიწყებთ შემართებელი თვლებით, ოღონდ უკანა კედელში შესვით, ხო, ესეთი ლამაზი ნაკსოვი გამოდის ხოლმე. აი ეს იქნება აი ამ თვალის თავზე თითქოს, ეხლა უკვე აი აქ. აი ესე. ეხლა აქ შეგიძლიათ ნიშნული ჩაამაგროთ, რომ არ აგერიოთ, სად იყო თქვენი პირველი თვალი, ხო? ფაქტურად ეხლა მესამეზე გადავედი მე, ხო? კარგით, აი აქ იყო, აი აქ არის. ეს არის თქვენი პირველი თვალი. ანუ რო დავამთავრებთ, მანდ უნდა დავამთავროთ. აი ეს დაბალი თვლები, უკანა კედელში შედიხართ წინა რიგის თვლებისთვის, აი ესე თვლებში და შემართებელი თვლებით შემოყევით ერთი რიგი. ძალიან ლამაზ იმას მისცემს
დასრულებულ სახეს მისცემს, ნახეთ როგორ ლამაზია, ეს სხვა არის ვიდრე აი მარტო ესე, ხო? ესე როგორ წესი, ესე აკეთებენ ხოლმე ძალიან ხშირად. კარგით, ესე გაყევით. აი ფაქტიურად ვამთავრებთ ამ რიგს და ნახეთ ეს ადგილი ძალიან ლამაზად ჯდება, სადაც რკინის სამაგრი იყო. აი ეს ბოლო თვალი არის ახლა. აი ესე და აქ მოვჭრიმე ძაბს. აი ცოტა გრძელი მოჭერით, რომ ნახეთ. აი ესე. გამოაძვრინეთ ეს ძაფი და ესეთი შემჩნეველი დამთავრებისთვის, როგორც ვაკეთებთ ხოლმე. აი პირველ თვალთან, აი აქ გააკეთეთ აი ესეთი ლამაზი დამთავრება. აი ეს. საიდანაც ამოვხვედით, იქვე ჩაიტანეთ, ხო? აი ეს. აი ესეთი ბოლო გექნებათ, ნახეთ. საკმაოდ ლამაზია. შიგნი გირჩევთ მაინც კვანძი გააკეთეთ კიდევ. ეხლა ჩვენ დაგვრჩა უკვე მაგნიტის, ესე იგი, ჩამკეტის მიმაგრება. ეს ეცადეთ რომ ძალიან ისე აკურატულად გააკეთოთ, რომ ცენტრში კარგად მოხვდეთ. აი ესენი დაიკავეთ, ხო? ამას აქვს მნიშვნელობა. ესენი კარგად ერთმანეთის პირისპირ და აი ესე და აი ესე დაახლოებით. შეგიძლიათ ნიშნული გააკეთოთ, სადაც უნდა მიაკეროთ, ხო? იმიტომ რომ ეს ეკერება ეს ჩვენი მაგნიტები. აი მეახლობით აქაა, ხო? აი თვალით ჩანს ახლა. აი რაღაც ქვემოთ რა თქმა უნდა. აი ისე გირჩევთ რომ ამ ადგილას იყოს მაინც აი ყელის ადგილას ეს ჯობია ნახეთ აი აქ რაღაც აი აქ ძალიან ქვემოთ ნუჩახვალთ და ესე ნიშნულს დაამაგრებთ მიახლოებით და მერე უკვე მიამაგრებთ აი ეს კარგად უსწორეთ ხო ესენი ამის მიმართაც რომ იყოს კარგად ცოტა აი ეს წაძრული უნდა იყოს ესე იგი და თან თვალით მოდით აბა კიდევ ერთხელ აი ხედავთ ესე მოაკეთ აქ ცოტა კიდევ შეიძლებოდა აი აქეთ ესე ვფიქრობ მოგეთ აქ უკვე მიხვდებით აი როცა მას დაიკავებთ ახლა აქ თვლების ერთმანეთის მიმართულად პირზე არ არის მაგრამ მიკერება ყოველთვის შეიძლება ესე იგი ზუსტად რომ გამოგივიდეთ შეგიძლიათ რაღაც დეკორაციული დეტალი დაამაგროთ წინა მხარეს მიაკეროთ და მე ხო ვფიქრობ რომ ესეთი ბახრამა მაქვს რომელიც სამწუხაროდ ესეთი ჩამოსაკიდებელი თავისი არ აქვს ანუ ესეთი ნახეთ აი ესეთი საკიდები არის მაგრამ ეს სასურველია რომ იგივე ფერის იყოს და ამიტომ არ ვაკეთებ მაგრამ ძალიან მოუხდებოდა ნახეთ შეიძლება ძაფით მე თვითონ თავისივე ძაფით ჩამოვიდო და ეს რა თქმა უნდა ეს თქვენი რაც გითხარით რომ აი ამას გამოვიყენებ ხო გადასაკიდებლად ეს რა თქმა უნდა გავუკეთებ ძალიან ლამაზია ეს თავისებურ სტილს მისცემს შეიძლება ასევე სახელური მოუგზოთ თუმცა ვფიქრობ რომ სახელურისთვის ცოტა შეიძლება ზედმეტი გამოვიდეს აქ და ამიტომ მე არ მოგსო მაგრამ აქ აუცილებლად ჩამკეტი გავუკეთოთ და შეიძლებოდა მე გახსოვთ ეხლა არ მაქვს უკვე ეს handmade როცა გახსოვთ ხო ესეთი ბრონზის ფერი ესეთი ნიშანია აი სადმე მე მგონი აქ უფრო კარგი ადგილი იქნებოდა აქ რო გამეკეთებინა აი ესე აი ესეთი ჩანთა გვაქვს მოკლედ ძალიან ლამაზია მე მგონი კლასიკური კარგით აბა დაგემშვიდობით მოვალ შეხვედრამდე